მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. დღეს 2 აპრილია ვიწყებთ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მორიგს ხდომას. დღის წესრიგში წარმოდგენილი გვაქვს 3 საკითხი. დღის წესრიგთან დაკავშირებით შენიშვნები რაიმე ხوارა გვაქვს. გთხოვთ ხელისაწევი დამიდასტუროთ დღის წესრიგი. ამავე დროს მინდა გითხრათ, რომ დღეს არის აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე. და მინდა უსურვო თითოეულ აუტისტური სპექტრის ბავშვს ჯანმრთელობა, მათ ოჯახებს სულიერი სიმტკიცე და იმედიანობა, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლების პერიოდში მე კარგად მახსოვს, მაშინ საკრებულოში ვიყავი და როგორ დავიწყეთ ეს პროგრამა და რამდენად მნიშვნელოვანია ეს თითოეული ბავშვისთვის, თითოეული ოჯახისთვის და მინდა თითოეულ ბავშვს უსურვო ჯანმრთელობა და ჩვენ სახელმწიფოს კიდე მაქსიმალური ხელშეწყობა ამ ბავშვებს და ამ ოჯახებს. მინდა გითხრათ, რომ დღეს გვაქვს 3 საკითხი, 3 საკითხზე მოხსენებელი ყავს ქალბატონი ირინე წაქაძე, ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე. დავიწყებთ პირველი საკითხით, ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი საქართველოს კანონის პროექტი სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და მისი თამბები საქართველოს კანონების პროექტებში, ეს არის სახელმწიფო პენსიის შესახებ და სოციალური დახმარების შესახებ. გვაქვს მეორე მოსმენა. გისმენთ ქალბატონო ირინა. დიდი მადლობა, მოგესალმებით. ეს პაკეტი, რადგან მეორე მოსმენით არის წარმოდგენილი, ძალიან მოკლედ შეგახსენებთ, რომ პაკეტი ეხება 2025 წლის 1 ნოემბრისთვის იმ გასაცემლების ლეგალიზებას, რომლებიც არის ზედმეტად გაცემული პენსიების, სახელმწიფო კომპენსაციების, სოციალური პაკეტის და სიღარიბის ზღვარს მიღმამყოფი ოჯახების საარსებო შემწეობის სახით. ამ ჩვენი ცვლილებების მიღების და ამოქმედების შემთხვევაში შეწყდება ამ საქმეებზე მიმდინარე ნებისმიერი სასამართლო და ადმინისტრაციული წარმოება და ასევე იძულებითი აღსრულების პროცესები. შეგვიძლია ალბათ მხოლოდ გავყვეთ და გავიაროთ. პირველ კანონში სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ მუხლი პირველი განიცადა რაიმე ცვლილება? არანაირი ცვლილება არ არის პირველი მოსმენის შემდეგ. მუხლი მეორე ცვლილების გარეშე არა. სახელმწიფო პენსიის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი პირველი. ცვლილების გარეშე. მუხლი მეორე. ცვლილების გარეშე. საქართველოს კანონის სოციალური დახმარების შესახებ მუხლი პირველი. ესაც ცვლილების გარეშე. და მუხლი მეორე. ცვლილების გარეშე. კეთილი. შეკითხვები რა გვაქვს პირველ საკითხთან დაკავშირებით? ქალბატონებო, ბატონებო. კეთილი, დავაყენებ კენჭისყრაზე, ვინ არის მომხრე მხარი დაუჭიროთ. დიდი მადლობა. პირველი საკითხი განხილულია. მეორე საკითხი არის საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტების სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ესეც მეორე მოსმენითაა. მოხსენებელი ისევ ქალბატონი ირინა წაქაძე. გისმენთ ქალბატონო ირინა. მადლობა, აქაც ერთი წინადადებით შეგახსენებთ, რომ ეს საკითხი ეხება სახელმწიფო კომპენსაციების ერთჯერადად გადაანგარიშებას რამდენიმე კატეგორიის პირებისთვის. ესენი არიან ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტიდან დათხოვნილი ადამიანები, საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტიდან დათხოვნილი პირები და ფინანსთა სამინისტროს სამაგებო ლეგიონიდან დათხოვნილი პირები. მიზანია, რომ ისინი ერთგვარად გაუთანაბრდნენ მეტნაკლებად მსგავს სამართლებრივ სიტუაციაში ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს და პოლიციის მუშაკებს. თუ არ ვცდები, სულ 79 პიროვნებაა, ხო? დიახ. კარგი, მუხლობრივად მუხლი პირველი. პირველ მუხლში არ არის ცვლილება. მუხლი მეორე. მეორე მუხლის პირველ პუნქტში აქ მითითება უნდა შეიცვალოს თარიღზე. გამოქვეყნებისთანავე საჭიროა მიეთითოს 2026 წლის 1 იანვარზე მითითების ნაცვლად. კეთილი, შეკითხვები ხო არა გაქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით ამ ცვლილებასთან? კეთილი, მუხლი მესამე. მესამე მუხლში უკვე დაფიქსირებულია გამოქვეყნებისთანავე, ასე რომ არ არის პრობლემა. ვინ არის მომხრე, რომ შეტანილი შესწორებებით დაუჭიროთ ხარი? მადლობა. დიდი მადლობა, საკითხი განხილულია.
და გადავწყვიტეთ დღის წესრიგის მესამე საკითხზე, ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესი, წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მესამე მოსმენით მოხსენებელი ქალბატონი ირინა წაქაძე, ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე. მესამე მოსმენისთვის ცვლილება ხო არ განიცადა რაიმე კანონი? არ არის არანაირი ცვლილება მესამე მოსმენისთვის. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ პროექტი საკმაოდ გამოიყურება რთული დასახელებები არის ნარკოტიკული საშუალებებისაც, ფსიქოტროპის და პრეკურსორის, მაგრამ ტექნიკურად ყველაფერი რიგზეა, ცვლილება არ განიცდია. ძალიან კარგია, რომ ამ კანონს ვიღებთ დროულად, დარწმუნებული ვარ, რომ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად აქტიურად იმუშავებენ უკვე ამ კანონის მეშვეობით და ჩვენი მხარდაჭერა აქვს, რა თქმა უნდა, ჩვენს კომიტეტს და მესამე მოსმენით სასესიო ხდომაზეც აუცილებლად მხარდაჭერილი იქნება. ვინ არის მომხრე, გთხოვთ ხელის დაწევით ამედასტუროთ. დიდი მადლობა, წინააღმდეგი არავინ არ არის. ამით დღის წესრიგის განკუთვნილი საკითხები ამოწურულია. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს. ბედნიერ ბზობას გისურვებთ.